გამარჯობათ მეგობრებო. დღეს 19 ივლისია, ბედნიერების ფონდის პროექტის პრეზენტაციაა. დღევანდელი შეხვედრა უნდა გამართულიყო არა ონლაინ რეჟიმში, უნდა გამართულიყო გუბერნიის შენობაში, ზვიად გამსახურდია სახელობის დარბაზში, მაგრამ აქტუალური კორონა პანდემიის გამო ცვლილებებია და ღია სივრცეებში და დახურულ სივრცეებში დასწრებასთან დაკავშირებით, ამიტომ გადავწყვეტეთ გაგვეკეთებინა ონლაინ პრეზენტაცია. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ გამონახეთ დრო და ჩაერთეთ ამ ონლაინ პრეზენტაციაზე. მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ჩემი პირველი ონლაინ პრეზენტაცია პროექტის. აქამდე უბრალოდ ყოფილა სხვა ჩარტოში და გამიკეთებია სემინარები, მაგრამ პრეზენტაცია ონლაინ არ გამიკეთებია, ამიტომ ვეცდები, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდეს. მოკლედ, სანამ პროექტის პრეზენტაციას დავიწყებდე, მინდა ბედნიერების ფონდის შესახებ ორი სიტყვა გითხრათ. მოკლედ, ბედნიერების ფონდი დააფუძნდა 2021 წლის 5 თებერვალს. ჩვენ სამმა მეგობარმა გადავწყვიტა შეგვექმნა ფონდი, რომლის მეშვეობითაც შევძლებდით, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაგველამაზებინათ ცხოვრება, მიგვენიჭებინათ სიხარული და უფრო ბედნიერები ყოფილიყვნენ. ამისთვის ჩვენ სამმა არ დავიშურეთ ენერგია, მე მაგალითად ჰანოვერიდან, გერმანიდან, ირმა სტრასბურგიდან, ნანა ზუგდიდიდან ძალიან გვეხმარება. ჩვენი ფონდის დამფუძნებლები გახლავთ ნანა გულუა, ეს არის გამგეობის თავმჯდომარე ამავდროულად, ირმა შანავა, ეს არის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე პროექტების კოორდინატორი და მე ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ამ ორგანიზაციის. ქალბატონი ნანა იმყოფება ჩვენთან ონლაინ, მას გადავცემ სიტყვას, ორი სიტყვით რომ მოგვესალმოს და მე გავაგრძელებ პრეზენტაციას. მოგესალმებით. ბედნიერების ფონდი არის პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც 2021 წლის 1 ივნისიდან ახორციელებს პროექტს აი პოზიტიური ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა და გაძლიერება, რაც გულისხმობს ფსიქოლოგიურ თერაპიასთან ერთად სხვადასხვა აქტივობებს და ღონისძიებების ჩატარებას. პროექტი ხელს შეუწყობს და გააძლიერებს იმ ოჯახებს, სადაც აი პოზიტიური ბავშვები და მათი მშობლები ცხოვრობენ. ძალიან დიდი მადლობა ნანა. კარგია, მოკლე ინფორმაცია წინასწარ. რაც შეეხება ბედნიერების ფონდის პროექტებს, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ვიტყვი ორი სიტყვას. ბედნიერების ფონდმა პირველი პროექტი, რომელიც დააფინანსა და რითაც ამაყობს ბედნიერების ფონდი, ეს არის ივეტა წითაშვილის ინსპირაციული ბარათები განსხვავებული ცხოვრებისათვის. ეს ბარათები არის მართლა საოცარ ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანებმა მიიღონ, რაც შეიძლება ბევრი პოზიტივი, ბევრი დადებითი ენერგია, სიხარული, სიყვარული და ამ 34 ბარათის მეშვეობით გაილამაზონ ცხოვრება. მეორე პროექტი, ეს გახლავთ ხანმოკლე პროექტი, D ვიტამინის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ბედნიერების ფონდმა Medical World-თან თანამშრომლობით განახორციელა. ეს გულისხმობდა დაბალი შემოსავლების მქონე პაციენტებისთვის, ვისთვისაც ექიმის დანიშნულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო D ვიტამინის კვლევა, დაეფინანსებინა Medical World და ბედნიერების ფონდმა პირველი ეს პროექტი განახორციელა. ასევე მიმდინარე პროექტი არის მობილობის შეზღუდვის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს გერმანიიდან მეორადი ინვენტარის გაგზავნა საქართველოში. ეს არის შეშებულ პირებისთვის აუცილებელი გადასაადგილებელი საშუალებები, მაგალითად ლიფტები, რომელიც მომვლელი პერსონალისთვის და ოჯახის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ეს პულტირებული ლიფტი გადაეცა თელავში მარტოხელა დედას, რომელსაც ყავს 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა და მეორე ეს პულტირებული ლიფტი წავიდა შიდა ქართლის რეგიონში ორგანიზაცია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში, სადაც 50-მდე ბენეფიციარი ყავთ და ეს ბენეფიციარები ისარგებლებენ ამ პულტირებული ლიფტით. რაც შეეხება პროექტი გრძელდება, ზუგდიდშიც ერთი კვირის წინ დაახლოებით ორგანიზაცია თანაზიარს გადაეცა ფონდისგან ფეხისა და ხელის ტრენაჟორი, ასევე სპეციალური მასაჟის
ბურთები. მიმდინარე პროექტი არის ასევე ბედნიერი ბავშვობა, რაც გულისხმობს ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებში ან სოციალურად დაუცველ ოჯახებში, ვაგროვებთ ფონდის მეგობრებისგან საჩუქრებს, სათამაშოებს და სამოს, რომელსაც მერე უკვე პერიოდულად გადავცემთ ამ ოჯახებს. და ბოლო პროექტი, რომელსაც მე დღეს თქვენ მოგიწვევთ, ეს არის ჩვენი დღევანდელი პროექტი, აი პოზიტიური ბავშვებისა და მშობლების ხარდაჭერა და გაძლიერება, რასაც მე ცლად ვისაუბრებ. გარდა ამ პროექტებისა, ბედნიერების ფონდი აკეთებს ასევე არაფორმალური განათლების ვებინარებს და ზუსტად წარმოდგენილია ის ბანერები, რომელიც აქამდე განხორციელდა ბედნიერების ფონდში. რაც შეეხება პროექტს ბედნიერების ფონდის, ეს არის აივ-პოზიტიური ბავშვებისა და მშობლების ხარდაჭერა და გაძლიერება. პროექტი დაფინანსებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ჰანოვერის ქართული სათვისომოს და ბედნიერების ფონდის შემომწირველებისგან. ბედნიერების ფონდი არის პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც კომპლექსურად იმუშავებს აივ-პოზიტიურ ბავშვებთან, მათ აივ-პოზიტიურ მშობლებთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან. მინდა გითხრათ, რომ მეზობელ ქვეყნებშიც, მაგალითად სომხეთი, აზერბაიჯანშიც არ განხორციელებულა მსგავსი პროექტი ესე კომპლექსურად, როგორც აივ-პოზიტიურ ბავშვებთან, დედებთან და ოჯახის სხვა წევრებთან. ფონდის უცხოელი პარტნიორები ორგანიზაციის მხარდაჭერით ფონდის ფსიქოლოგი გადამზადდა და მიიღო ის უნარჩვევები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია აივ-პოზიტიურ ბავშვებთან მიმართებაში უშუალოდ ფსიქოლოგიური თერაპიების დროს. ამასთან დაკავშირებით ფონდის ფსიქოლოგი, რომელიც ჩართულია ამ პროექტში, დეტალურად ისაუბრებს ჩემი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ და მას გადავცემ მოგვიანებით სიტყვას. პროექტის განხორციელება არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ზუგდიდში მცხოვრები აივ-პოზიტიური ბავშვები ისე გადიან ანტირეტროვირუს მკურნალობას და უახლოვდებიან ზრდასრულ ასაკს, რომ არ იციან თავიანთი აივ სტატუსის შესახებ. მშობლებს უჭირთ არა აქვს კომპეტენცია თავიანთ აივ-პოზიტიური შვილების გაუმხილონ სტატუსი, რაც შესაბამისად რთულ სიტუაციას წარმოადგენს მსგავს ოჯახებში. პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგის და მკურნალი ექიმის დაკვირვების შემდეგ მოხდება მშობლებთან ერთად ბავშვებისთვის სტატუსის განხელა, ხოლო იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არ იქნებიან მზად მიიღონ სტატუსი, პროექტის დასრულების შემდეგაც ბედნიერების ფონდი განახორციელებს მათთან მონიტორინგს და ფსიქოლოგიურ თერაპიებს. რაც შეეხება სტატისტიკას, რომელიც შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრისგან მივიღეთ, ეს არის 1 დეკემბრის 2020 წლის მონაცემები, სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ-ინფიცირებული ბავშვი, მათ შორის 72 ვაჟი, 47 გოგონა, სამწუხაროდ 21 გარდაიცვალა და 3 ცხოვრობს სხვა ქვეყანაში. მინდა დავაკვირდეთ სტატისტიკურ მონაცემებს, მაგალითად 2008 წელს და 2010 წელს იყო მაქსიმალური მაჩვენებელი, ეს იყო 12 შემთხვევა, შემდეგ 2012-ში იყო 9 შემთხვევა, 6 შემთხვევა იყო 2014-2015 წელს და მოკლედ 2019 მონაცემებით ეს არის 3 შემთხვევა. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი ძალიან დიდია და ვფიქრობ, რომ არც ერთი ბავშვი სამომავლოდ არ უნდა ხდებოდეს აივ-ინფექციით დაინფიცირება და ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები და სხვა ორგანიზაციებიც აქტიურად ჩაერთვებიან მსგავსი პრობლემის აღმოსახველად. განხორციელების არეალი არის ზუგდიდი, პროექტის ბენეფიციართა რაოდენობა არის 7 აივ-პოზიტიური ბავშვი, 7 აივ-პოზიტიური დედა და 27 აივ-პოზიტიური ბავშვების სხვა ოჯახის წევრები. ეს იქნება ბიძა, ბებია, და-ძმა, რომლებიც ცხოვრობენ ამ ოჯახებში. ჯამში პროექტით ისარგებლებს 41 ბენეფიციარი. პროექტი არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ამ შემთხვევაში
სოციოლოგიური კვლევაც სტარდება, რაც ვფიქრობ, რომ ყველა ორგანიზაციას არ აქვს ეს უფლება და ჩვენ ამ პროექტის დახმარებით გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩავატაროთ სოციოლოგიური კვლევა. პროექტის ფარგლებში სტარდება ეს კვლევა, რომლის ფარგლებში დადგინდება ზუგდიდში მცხოვრები აივ-შიცის ვირუსის მქონე ადამიანების საჭიროებები. სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში მიმდინარეობს ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრა და ინდივიდუალური ინტერვიუები. სოციოლოგიური კვლევის შემდეგ კვლევის შედეგი გახდება საჯარო, გაეცნობა როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს და საჭიროების შემთხვევაში გაუწევს ფონდი ადვოკატირებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება პროექტის პრეზენტაცია, რაც უკვე ონლაინ მიმდინარეობს თქვენთან ერთად ამ ეტაპზე. ონლაინ პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიები, მაგალითად დღეს რადიო ათინათის ეთერში იყო უკვე დილის ჩართვაში ჩვენი ფსიქოლოგი მიწვეული გადაცემაში, მან ისაუბრა ამ პროექტის შესახებ, ასევე პროექტის განმავლობაში ამ დეკემბრის ჩათვლით იგეგმება იმ რეგულაციების დაცვით, რასაც სახელმწიფო მოგვაწვდის, გულისხმობ კორონას, გავიდეთ ქალაქის ცენტრში, ასევე დაბეჭდილია პროექტის ფარგლებში ბუკლეტები, რომელიც დარიგდება მოსახლეობაში და გავრცელდება ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ და ამ პრობლემის შესახებ, რადგანაც ამოვხრათ ესეთ თუ ისე სტიგმა ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში, ვეცდებით ყოველ შემთხვევისთვის, თუმცა ეს 7 თვიანი პროექტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სტიგმა ესე აღმოფხვრა, მაგრამ მეტი ინფორმაციის გავრცელებით ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ და სწორედ ამას უზრუნველყოფს მსგავსი პროექტები. ჩატარდება პოზიტიური დედების ინდივიდუალური და ჯგუფური საინფორმაციო შეხვედრები, ჩატარდება პოზიტიური ბავშვების ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თერაპია. აივინფიცირებული ადამიანების ოჯახის წევრებისთვის გაიმართება საინფორმაციო ფსიქოლოგიური შეხვედრები, ბავშვების სტატუსის გახსნის შემდეგ მონიტორინგი და ფსიქოლოგიური დასკვნის დადება, ასევე დაგეგმილია მონიტორინგი დედებთან, თუ როგორ მიიღეს ბავშვებმა ეს სტატუსი. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ 7-ვე ბავშვს გაუმხელთ სტატუსს. ამ შემთხვევაში ამას ფსიქოლოგი დაადგენს მკურნალ ექიმთან ერთად და ის ადამიანები, ის ბავშვები, ვინც არ იქნებიან მზად უბრალოდ ასაკისგან გამომდინარე მზად, ამ შემთხვევაში მათთვის ეს პროექტიც მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი მოსამზადებელ პერიოდში გაივლიან ამ პროექტის დახმარებით და შემდეგ უკვე პროექტის დასრულების შემდეგაც, როგორც თავში აღნიშნე, გაეწევა მათ ფსიქოლოგიური დახმარება და როგორც კი იქნება შესაძლებელი ბავშვებისთვის სტატუსის გამხელა, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა პროექტების დახმარებითაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. საინფორმაციო ვიდეო რგოლი მოვამზადეთ ამ პროექტის ფარგლებში, რომელსაც პროექტის ჩემი ნაწილის დასრულების შემდეგ გავუშვებთ ეთერში, თუ შეიძლება ასე ითქვას. სოციოლოგიურ კვლევაზე უკვე ვისაუბრეთ და პროექტის დასკვნითი ეტაპი, სადაც მოწვეული იქნება აბსოლუტურად სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მე მინდა რომ ამ პროექტის დასკვნით ეტაპზე მოვიწვიო სხვა მუნიციპალიტეტებიც და მიიღონ ინფორმაცია თუ რა განახორციელა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ჩვენთან ერთად. მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ვამაყობ, რომ ჩვენი რეგიონი, ჩვენი ზუგდიდი არის პირველი ქალაქი, რომელმაც პირველად განახორციელა მსგავსი მასშტაბით პოზიტიური ბავშვებთან, მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან პროექტი და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებენ, ან მოგცემენ თუ არა შესაძლებლობას, რომ მათ ქალაქებშიც გავაკეთოთ მსგავსი პროექტები. პროექტის მოსალოდნელი შედეგები. პოზიტიური ბავშვები არ იცხოვრებენ ტყუილში და მათ ეცოდინებათ გააზრებული ექნებათ თავიანთი ინფექციის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ მათ დღემდე არ იციან, ამ 7-ვე ბავშვმა არ იცის თავიანთი აივ სტატუსის შესახებ და სწორედ ამიტომ იყო ამ პროექტის განხორციელება აუცილებელი. პოზიტიური ბავშვები შესაძლებენ დამოუკიდებლად აკონტროლონ წამლების მიღება და იყვნენ უფრო ყურადღებით თავიანთი ინფექციასთან მიმართებაში. პოზიტიურ დედებს ექნებათ უნარი და ცოდნა თუ როგორ უნდა იურთიერთობონ პოზიტიურ შვილებთან და ოჯახის დანარჩენ სხვა წევრებთან. პოზიტიურ ოჯახის წევრებს ექნებათ უნარები და ცოდნა თუ როგორ იცხოვრონ პოზიტიურ
ოჯახის წევრებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტიურად ისინი მარტო ოჯახის წევრებმა იციან, შეიძლება ოჯახის წევრების ზოგიერთმა წევრაც არ იცოდეს თუ მათ ოჯახში რომ იმყოფება აი პოზიტიური დედა ან ბავშვი, ისინი ამ ინფორმაციის არარსებობის გამო ძალიან ცუდ დღეშია ზოგიერთი ოჯახი და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ფსიქოლოგის დახმარებით, ამ პროექტის დახმარებით ჩვენ შევძლებთ მათ მოკლედ შეუმსუბუქოთ ცხოვრება. პროექტის მოსალოდნელ შედეგებს გავაგრძელებ საინფორმაციო კამპანიის დახმარებით მოსახლეობის ნაწილი გაიგებს ამოწურავ და საჭირო ინფორმაციას აივსის შესახებ, რაც შეამცირებს არსებულ სტიგმას, როგორც აღნიშნე და დისკრიმინაციას, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის არ ქონის ან არასწორი ფლობის შედეგია და ჩვენ ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ინფორმაცია ამის შესახებ. პროექტის ბენეფიციარებს იურისტის დახმარებით ოცნებება თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, რაც აქამდე არ ქონდათ მათ თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაცია, მათ არ იცოდნენ თუ რა სერვისებით სარგებლობა შეეძლოთ ჩვენს ქალაქში და სწორედ ეს ამ პროექტის დახმარებით მათ ეცოდინებათ უფრო მეტი ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა სერვისებით სარგებლობა, რომ მათი ცხოვრების ხარისხი იყოს უკეთესი. სოციოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდება ის საჭიროებები, რასაც ზუგდიდში მცხოვრები აივშიცის ვირუსის მქონე ადამიანები საჭიროებენ და ვფიქრობ, რომ ეს სოციოლოგიური კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის დასრულებამდე სოციოლოგიური დადების დასკვნას, რომელიც იქნება საჯარო და რომელსაც თუ სურვილი გექნებათ აბსოლუტურად ყველას საკითხავად გაგიგზავნით. რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა 4,900 ლარით, ჰანოვერის ქართული სათვისტომო, რომელიც გერმანიაშია 2,050 ლარი, ბედნიერების ფონდის შემომწირველებისგან პროექტი დაფინანსდა 1,321 ლარით, ჯამში კი ეს ამ პროექტის ღირებულება შეადგენს 8,271 ლარი. ალბათ ვფიქრობ და მართალი ხართ, რომ ანუ ეს თანხა ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა აღმოვხვრათ ან განვახორციელოთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ის შესაძლებლობა, რაც გვაქვს გამოვიყენოთ და მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენს ბენეფიციარებს სერვისები და ის დახმარება, რაც შეიძლება ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ამ პროექტით არ შემოვიფარგლებით, ბედნიერების ფონდს აქვს სურვილი, რომ მთლიანად ის რაც გიჩვენებთ სტატისტიკა საქართველოში, ყველა ბავშვი მოიცვას, ყველა ოჯახი მოიცვას და ვფიქრობ, რომ ბედნიერების ფონდი ამას გააკეთებს სამომავლოდ აუცილებლად. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, ჩემი ნაწილი ამ შემთხვევაში დასრულდა. მე მინდა სიტყვა გადავცე სალომე შვანიას, რომელიც არის ბედნიერების ფონდის ფსიქოლოგი და უშუალოდ ამ პროექტის ფსიქოლოგი და ის თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს თუ რა გამოცდილება მიიღო ამ პროექტის დაწყებამდე. მოგესალმებით, გოჩა, მადლობა. ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთით და იზიარებთ იმ ჩვენს დასაწყის და იმ პროექტს, რომელსაც შევეჭიდეთ. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ესე ვთქვათ, საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდეთ და თქვენი დახმარებით იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოგვივა. მადლობა გოჩას ასეთი საინტერესო პროექტის იდეისთვის და ქალბატონ ნანას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ის თემა, როგორც გოჩამ აღნიშნა, რომ საქართველოში ამაზე არავინ არ მუშაობს. ასევე როგორც პრეზენტაციაში იყო ნახსენები, მე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გავიარე ონლაინ კურსი ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან. სპეციალურად როგორ უნდა მოხდეს აი დადებითი ადამიანებისთვის სტატუსის გამხელა და გაზიარება. როგორც რამოდენიმე თქვენგანი გქონთ ინფორმაციას, მე ადრე მუშაობდი ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ბავშვებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, თუმცა
ესე რომ კონკრეტულად ამ სფეროს მიმართულებით მემუშავა არ მქონდა გამოცდილება და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ ეს ცოდნაც მიგვეღო, რა თქმა უნდა, ასევე მივიღეთ ძალიან დიდი მასალები, მათგან რომელსაც ამ თერაპიების მიმართულების დროს გამოვიყენებთ. და ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაგვიწია ძალიან ისეთი კარგი მხარდაჭერა, გავიარეთ კონსულტაციები იურისტთან, რომელმაც დაგვაკვალიანა, რა ჩარჩოებში უნდა მოვექცეთ. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის საკმაოდ ისეთი ფაქიზი მცნება და ფაქიზი საქმე, რომელსაც ჩვენც ასევე უნდა მოვეკვლათ. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩვენ უკვე დაახლოებით 15 აგვისტოდან მე და ქალბატონი ნანა აქტიურად დავიწყებთ მუშაობას აივ-პოზიტიური ბავშვების მშობლებთან და ოჯახის წევრებთან, თუ რა თქმა უნდა, მათ სურვილი ექნებათ, როგორც გოჩამ აღნიშნა, ჩვენ თავიდანვე მიზნად გქონდა, რომ მათთვის განგვახილა სტატუსი ბავშვებისათვის, რა თქმა უნდა, ესეც მოხდება მშობლების თანხმობის შემთხვევაში და ასევე იქნება, რომ ან ჩვენ გამომხელთ ამ სტატუსს, ან მშობლები მომზადდებიან იმისთვის, რომ მათ თვითონ ოჯახში და ოჯახის წევრების მიერ მოხდეს ამ ყველაფრის გამხელა. მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს ასე სწრაფად 6 თვის განმავლობაში ვერ მოხდეს და ვერ მოხერხდეს, იმიტომ რომ როგორც ზემოთ ვახსენეს, თემა არის საკმაოდ სენსიტიური. ამიტომ თუ ვერ შევატყობთ, რომ ოჯახი და ბავშვი მზად არის ამ სტატუსის გამხელისათვის არ არის მზად, მაშინ უკვე მოვახდენთ მათ მომზადებას და შემდეგში უკვე ბედნიერების ფონდი უფრო ღრმა და ძირფესვიან, ასე ვთქვათ, პროექტებსაც შემოგთავაზებს. ხო, ეს მინდოდა ვთქვათ ამემატებინა ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენც შეგიძლიათ თქვენს წრეში ინფორმაცია გაავრცელოთ, რომ ეს შეხვედრები იქნება მთლიანად კონფიდენციალური, რეალურად ამას კანონიც მავალდებულებს მე როგორც ფსიქოლოგს, რომ ამის გამხელის შესაძლებლობა რა თქმა უნდა არ მაქვს, იქნება სრულიად კონფიდენციალური ოჯახის წევრებისთვის. ასევე გვაქვს ოფისი და ადგილი, რომელიც მხოლოდ ბედნიერების ფონდის წევრებსა და თვითონ ბენეფიციარებს ეცოდინებათ, მხოლოდ სად მდებარეობს ეს ოფისი და ეს კონფიდენციალურობა მთლიანად იქნება დაცული. თუ გყავთ ესე ვთქვათ ვინმე ახლობელი, ვისაც ჩემი დახმარება დასჭირდება, სულ ამბობ ხოლმე ხუმრობით, რა თქმა უნდა, რომ ღმერთმა ჩემი დახმარება დაგაჭიროთ თქო, მაგრამ თუ ოდესმე რაღაცა ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ დამეკავშირდეთ, სრულიად კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, რაც ფსიქოლოგთან ერთად გაიცემა და ხდება იქ დისკუსია, ეს რჩება მხოლოდ ფსიქოლოგსა და პაციენტს შორის. ხო, რა ვიცი, ეს იყო რისი დამატებაც მინდოდა, თქვენ თუ არ გაქვთ რაღაცა ისეთი კითხვები ჩემთან, რაც შემიძლია რომ გითხრათ. კითხვები ბოლოს მე მეტყოდი გოჩა ერთი კომენტარი მაქვს ნანამ რაც თქვა იმას დაკავშირებით. ადრე ქონდა მასშალ ცენტრი იყო ესეთი ისრაელის დიდი ფონდი, რომელიც ფინანსებდა ქართველი ფსიქოლოგების სასწავლო ვიზიტებს ისრაელში და სწორედ აი ბავშვებთან ფსიქოლოგიური დახმარების ტრენინგებს გადიოდნენ ისინი. საინტერესო იქნება ეხლა თუ დაუკავშირდებით მასშალ ცენტრს და კითხავს თუ გეგმავენ ასე თუნდაც ონლაინ ტრენინგებს ან შემდგომში ადგილზე ტრენინგებს ან ტრენინგ მასალებს თუ გაგიზიარებენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჰაბი აქვთ ამათ. იქ ისრაელში და მე როგორც ვიცი საქართველოსთან რამდენიმე ადამიანი წავიდა ადრე იყო ეს 2011 წლებში. კი ბატონო, ძალიან მადლობა ამ ინფორმაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ განვითარების ჩვენს განვითარებაზე პროფესიული მიმართულებით. ზოგადად ბავშვებთან მუშაობის 18 წლამდე მუშაობის გამოცდილება გვაქვს და მუშაობთ სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან, ახალგაზრდებთან, მათ ოჯახებთან, მშობლებთან. თქვენ წარმოიდგინეთ ბებია და ბაბუებთანაც, რომ რაღაცა შედეგს მიგვეღწია, იცით რომ სამეგრელოში განსაკუთრებით გავრცელებულია, რომ რამოდენიმე თაობა ერთად ვცხოვრობთ და მოკლედ ეს კომპლექსური მუშაობა იყო საჭირო. თუმცა აქ ყურადღება ალბათ იმაზე უფრო მეტად გავამახვილეთ, რომ ყველა მიმართულება თავის სპეციფიკას მოიცავს და თავისი სპეციფიკა აქვს. ამიტომ
თუმე მუშაობდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ამ მიმართულებით ვღებულობდი ესე ვთქვათ განათლებას თუ მუშაობდი ძალადობის მსხვერპლ ოჯახებთან ამ მიმართულებით მივიღე ასევე განათლება და ტრენინგები და თუ ესე ვთქვათ ეხლა დავიწყე უკვე აი პოზიტიური ოჯახებთან მუშაობა ამ მიმართულებითაც გავიღრმავე ცოდნა კი ვართ ესე ვთქვათ ესე ფსიქოლოგები და კი გვაქვს ეს ცოდნა მაგრამ ყველა მიმართულებას სჭირდება თავისი სპეციფიკური ცოდნა, განათლება და გამოცდილება, რაზეც თან ისეთი სფეროა, რომელიც ძალიან ახლოს არის, მოკლედ აი ამ სხვართან და არ გვინდა რომ ჩვენ ეს სხვარი გადავკვეთოთ და ამიტომ ყველა ის ესე ვთქვათ კანონის ფარგლებში გვინდა მოვიქცეთ როგორც საჭირო. ამიტომ ყველა ის დავიცვათ ის ბავშვების უფლებები, ოჯახების უფლებები და რა თქმა უნდა ჩვენ და მაკაც ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის, გოჩამ ჩაინიშნა და მეც შემიძლია რომ მე მათ შევეხმიანო და მადლობა ამისთვის რომ გამიზიარეთ. მადლობა მაგას შეკითხვისთვის, მადლობა სალომე. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს ქალბატონ ნინო სულხიას. ქალბატონ ნინო, გესმით ჩვენი მიკროფონია გამორთული. კი ბატონო, ხო გესმით ჩემი? გესმით ჩემი გოჩა? ისმის ახლა ისმის და მოგესალმებით, მოხარული ვარ რომ ამ ფორმატში ვხვდებით ერთმანეთს. მე გავხდით ფოკუს ჯგუფის მონაწილე, ერთ-ერთი და ძალიან ნაყოფიერი იყო ამ ფოკუს ჯგუფის მუშაობა. რაც შეეხება აი პოზიტიურ პირებს, წლების წინ მე მქონდა ძალიან მჭიდრო პირდაპირ კომუნიკაცია ამ ადამიანებთან და ვიყავი მოწმე თუ რამდენად დიდი იყო ფსიქოლოგიური და ემოციური ფონი ამ ადამიანების, როდესაც ისინი იგებდნენ თავიანთ სტატუსს. ეს იყო გარკვეული ნაწილისთვის ცხოვრების გადახედვის სიგნალი, გარკვეული ნაწილისთვის იყო განაჩენი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ ადამიანებს ესაჭიროებოდა ძალიან სერიოზული, სწორი, მყარი მხარდამჭერები. რაც შეეხება ბავშვებს, მაგრამ ეს ერთეულების ფუფუნებაა, რა თქმა უნდა, რომ იყოს ასეთი მხარდამჭერი ადამიანები და ბედნიერება, როდესაც მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი და საქართველოში არის რამდენიმე ორგანიზაცია, ვინც ქმედი დახმარებას უწევდა ამ ადამიანებს და უმნიშვნელოვანესია, როდესაც აი ამ ახალ რელსებზე ცხოვრების გადაყვანის პერიოდში გადარჩენისთვის ბრძოლაში ეხმარებიან ადამიანი ერთ-ერთზე არჩება თავის პრობლემასთან და ეხმარებიან აი ეს პროფესიონალები. რაც შეეხება ბავშვებს, აქ რისკებით გაცილებით უფრო მეტია და მრავალფეროვანი და ამას უამრავი ობიექტური საფუძველი აქვს. ჩვენთვის თვითმმართველობისთვის ეს პროექტი არის ძალიან ბევრი მიზეზის გამო ძალიან საინტერესო. საინტერესოა თუნდაც იმითი, რომ ჩვენ ესე იგი ახალი ფოკუს ჯგუფი ყავს, ისანაც ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბედნიეროდ ამ პროექტის დაფინანსება ფაქტიურად მოხდა მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში უკვე ფუნქციონირებს ახალი განყოფილება ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იქნება ჩვენი კომუნიკაცია ძალიან მჭიდრო და ეს ბავშვები უკვე სტატუსის გამხელის შემდეგ ერთ-ერთ ძლიერ მხარდაჭერად მოიაზრებენ ჩვენს თვითმმართველობას და კონკრეტულ ამ განყოფილებას. ჩვენი ინტერესი არის ასევე ის, რომ ჩვენი ფსიქოლოგი, რომელიც არის ამ განყოფილებაში, იყოს მჭიდრო კომუნიკაციაში ქალბატონ სალომესთან, იმიტომ რომ ეს ოჯახები იქნება მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ჩვენი მხრიდანაც და თუ ის რამდენად პროფესიონალურად მიუდგება ყოველი დაინტერესებული მხარე, დიდი საზომით განაპირობებს ამ ბავშვების მომავალსაც და მათ სოციალიზაციასაც. ასე რომ მე ვუსურვებ დიდ წარმატებას პროექტს და ვუსურვებ წარმატებას ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ვიყოთ ძალიან დიდი მხარდაჭერი ამ ბავშვების და მათი ოჯახების. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროექტების დირექტორს ქალბატონ მაკა გოგიას. მაკას პირადად ვიცნობ, ერთადერთი დამუშავია წლების წინ. გაიჭერდა ამ მგონი. მაკა არის ჩემთვის ერთ-ერთი ექსპერტი ამ საკითხში და მისი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრეზენტაციაზე და მინდა რომ სიტყვა გადავცე. მაკა გისმენთ. გოჩამ ძალიან ეს ორგანიზაციის შეხვედრას დავესწრო. IUCCS-ის სფეროა, სადაც უკვე 15 წელია მუშაობ.
და ეს თემა რაც ქოჩამ გაშალა, თქვენ უბრალოდ რაც წარმოიჭრა კოლეგების მხრიდან ინფიცირებულ ბავშვებთან მუშაობა, მართლაც არ არის დაფარული და არ არის ადეკვატურად როგორ თქვათ ადრესირებული არა, მაგრამ შესაბამისი ღონისძიებები ადეკვატური არ არსებობს. რამდენიმე კომენტარ დავაფიქსირებ, ოღონდ არა როგორ ზიანის შემცირების ქსელი. მე გახლავართ ევროპის შიცის მკურნალობის ჯგუფი არსებობს ასეთი, სადაც 300-მდე ორგანიზაცია და ადამიანია გაერთიანებული, ექსპერტები, თემის წევრები და ამ ორგანიზაციის ბორდის წევრი ვარ და ერთადერთი ვარ ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან. და სწორედ ხა ვიფიქრეთ, ჩემთვის რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ამ ფონდთან აქტიური თანამშრომლობით, თუნდაც საინფორმაციო მასალების გაზიარებით, ამ ქვეყნების პრაქტიკის გაზიარებით, როგორ დაიწყეს, როგორ მუშაობენ ბავშვებთან და ასე შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, რაც ამ ფონდში ახლა განიხილება, EATG ქვია, European AIDS Treatment Group. არის აინფიცირებული ბავშვების შვილად აყვანა. მოგეხსენებათ, რომ ინფექცია თავისი შინაარსიდან გამომდინარე ხშირად ტოვებს მძიმე კვალს, ბავშვები კარგავენ მშობლებს. თუ კი დიაგნოსტირება არ ხდება ინფექციის დროულად და შიცის სტადია არის განვითარებული, გარდაცვალების მაღალი რისკი არსებობს და რისკი არსებობს, რომ ეს ბავშვები დაობლდნენ. აი ევროპის ქვეყნებში არსებობს წინააღმდეგობა კანონმდებლობით რამდენიმე ქვეყანაში შეზღუდვები არის. ერთი მხრივ აინფიცირებულ მშობლებს არ აქვთ ჯანმრთელი ბავშვის აყვანის უფლება, მეორე მხრივ კი აინფიცირებული ბავშვის აყვანის შემთხვევაში ამყვან მშობლებს ავალდებულებს კანონმდებლობა გარკვეული რეგულაციებით. საინტერესო იქნება თუ ამასაც შეისწავლოთ, ჩვენი კანონმდებლობა რას საკეთებს ამ მხრივ. ხომ არ არის შეზღუდვები და ხომ არ არსებობს რამე მექანიზმი, რომ წახალისდეს ასეთი ბავშვების შვილად აყვანათ, მათ თუ დაკარგული ყავთ ორივე მშობელი. საინტერესოა საქართველოში რა გვაქვს სტატისტიკა, რამდენი ბავშვი არის ობლად დარჩენილი აინფიცირებული. მეორე საკითხი, რაც ჩემთვის მოვინიშნე, კოვიდის საჭიროებები და კოვიდ ინფექცია, კოვიდ პანდემია და ამ ბავშვების საჭიროებები, რომელიც თქვათ გაუარესდა, იმიტომ რომ კოვიდ პანდემია დადგა. თუ ასეთი მიმართულებითაც გააკეთებთ სწრაფმოუკვლევა, შესაძლებელი იქნება გლობალურ ფონდში გაგზავნა ასეთი განაცხადის და ან არსებულ განაცხადში რაღაც დაფინანსების გამოყოფა. თუ კი იქნება თქვათ ინდიკატორის სახით გამოყოფილი თქვენს რეგიონში, თქვათ რამდენ ბავშვს გაუარესდა საცხოვრებელი პირობები ან საკვები პროდუქტები სჭირდებათ, ხო, ან მშობლებმა დაკარგეს სამსახური კოვიდ პანდემიის გამო, ასეთი საჭიროებებს თუ მოაგროვებთ, კარგი მე დაგეხმარებით, რომ ადვოკაცირება გავწიოთ და მოვიპოვოთ შესაბამისი დახმარება. და კიდევ ერთი საკითხი, მე როგორც გოჩამ ახსენა ვარ ამ პროგრამის ზიანის შემცირების პროგრამის დირექტორი, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოტიკების ინიექციურ მოხმარებლებთან მუშაობას. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ასეთი case management, ესეთი დამხმარე პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სოციალურ და სამედიცინო დახმარების სერვისებს თავაზობს უფასოდ ადამიანებს, ნარკომომხმარებლებს და მათ სქესობრივ პარტნიორებს. თუ კი ასეთ ბავშვებს ყავთ ნარკომომხმარებელი, ერთ-ერთი მშობელი, ჩვენ შეგვიძლია მათთვის სამედიცინო კონსულტაციები უფასოდ ჩავატაროთ, ან თქვათ სჭირდებათ რამე იურიდიული დახმარება, ან ფსიქოლოგიური დახმარება, ჩვენ ასეთ კონსულტაციებსაც დავფარავთ. და კიდევ ისევ და ისევ საინფორმაციო მასალების დაბეჭდვის, ან მომზადების, ან თარგმანის საჭიროება თუ გექნებათ, შემიძლია ისევ აი ევროპის შიცის ფონდს მივმართო და გაგიწიოთ დახმარება. სულ ეს იყო. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მაკა საინტერესო ინფორმაციისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც თავარია. რაც შეეხება მშობლებს უბრალოდ რომ აი ქალბატონმა მაკამ ისეთი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა და მე ვფიქრობ, რომ ფონდი თუ დავიწყებს მასთან აქტიურ თანამშრომლობას ძალიან კარგი იქნება და მართლა ძალიან დიდი მადლობა. მე არც კი ვიცოდი ქალბატონმა ნინომაც რომ ახსენა რომ ზუგდიდში არსებობდა ესეთი მიმართულების სამსახური და ასე შემდეგ, არც კი მქონდა ინფორმაცია და ფონდს მადლობა იმისთვის რომ ასეთი ადამიანები გამაცნო და ესეთი ინფორმაცია მომაწოდა. ხო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის. სალომე, მაკამ როგორც გაიგო ჩვენი პროექტის შესახებ, მასთან აქტიური კონტაქტი მაქვს და ძალიან ბევრი მხარდაჭერა მაქვს მაკასგან და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.
მაგრამ უბრალოდ მინდა აღვნიშნო ის რომ ახსენე მშობლები ჩვენთან ზუგდიდში ეხლა ვისთანაც პროექტს ვახორციელებთ ფაქტურად ყველას გარდაცვლილი ყავს მამა მხოლოდ დედები ზრდიან ამ ბავშვებს მამას მოგეხსენებათ იმიტომ რომ არ შეებხებულობდნენ არევე ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს განუვითარდა ჩიცი და გარდაცვლილია მხოლოდ ერთს ყავს მამა თუმცა ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ რომ ფონდი როცა გაძლიერდება და მოიცავს სხვა ქალაქებს აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ იდეას და ამ რჩევას რაც მოგვაწოდე მოკლედ მე მინდა ჩვენი შეხვედრა დასასრულისკენ წავიყვანო მე ხა გიჩვენებთ ჩვენი პროექტის პარკლებში გამზადებულ ვიდეო რგოლს და ვიდეო რგოლის შემდეგ თუ შეკითხვები გექნებათ შეგვიძლიათ შეკითხვები დაგვისვათ და გიპასუხოთ შეკითხვებზე ახლა გავაზიარებ ბედნიერების ფონდის პროექტი აი პოზიტიური ბავშვებისა და მშობლების მხარდაჭერა და გაძლიერება არის პირველი პროექტი საქართველოში რომელიც კომპლექსურად იმუშავებს აი პოზიტიურ ბავშვებთან მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან პროექტის მიზანია ზუგდიდში მცხოვრები აი პოზიტიური ბავშვებისთვის სტატუსის გამხელა და ფსიქოლოგიური დახმარება პროექტი ხორციელდება ქალაქ ზუგდიდის მერიის ფინანსური მხარდაჭერით თანადამფინანსებელი ჰანოვერის ქართული სათვისტომო იმოქმედეს სხვისი ბედნიერებისთვისაც შენი ბედნიერების ფონდი მოკლედ ეს იყო ჩვენი რგოლი რომელიც საზოგადოებას ვაუწყეთ რომ ვართ პირველები და ეს პროექტი დაიწყო პირველად ქალაქ ზუგდიდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის აქტიური მხარდაჭერით ფინანსური მხარდაჭერით ჰანოვერის ქართული სათვისტომოს ფინანსური მხარდაჭერით და ბედნიერების ფონდის მეგობრებისგან შემომწირულებისგან ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ ყველას მე ბედნიერი ვარ რომ ხართ ჩვენი ფონდის აქტიური გულშემატკივრები მე ასოლიტურად ყველა თქვენგანს კარგად ვიცნობ და მაქვს ეს მხარდაჭერა გერმანიაშიც და ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ამ პრეზენტაციაში რომ მიიღეთ მონაწილეობა თუ შეკითხვა გაქვთ დაგვისვით გიპასუხებთ და ამით დავასრულებთ უკვე პრეზენტაციას ქალბატონ მარინე აბადაძეს აქვს შეკითხვა ქალბატონ მარინე გაქვთ ერთი წუთი რომ ისაუბროთ გისმენთ მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ შესანიშნავ პრეზენტაციას მაინტერესებს არის თუ არა შიდა ქართლში ასეთივე ორგანიზაცია ან ფონდი და გორში რაც შეეხება ალბათ უშუალოდ ორგანიზაციას გულისხმობს რომელიც ახორციელებს პროექტს აი პოზიტიურ ბავშვებთან და მშობლებთან დიახ სამწუხაროდ არ არსებობს მსგავსი ორგანიზაცია რომელიც ესე აი პოზიტიურ ბავშვებთან და მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ახორციელებს პროექტს ჩვენ აღვნიშნეთ რომ ჩვენ ვართ პირველები ბედნიერების ფონდი არის პირველი ორგანიზაცია რომელიც საქართველოში ზუგდიდში ახორციელებს მსგავს პროექტს და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ უკვე დავწერთ სხვა პროექტებს და განვახორციელებთ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. უღრმესი მადლობა. მე რა შემიძლია რომ გავაკეთო თქვენ გვერდზე ვარ. კი ბატონო, ჩვენ პროექტის მერე შეგვიძლიათ დაგმკავშირდეთ და აუცილებლად ვისაუბროთ და განვახორციელებთ. უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა ქალბატონ მარინე. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები გოჩა ეს ერთი და სხვა მრავალი პროექტის პრეზენტაცია თქვენს ფონდს. დიდი მადლობა. წარმატებები გოჩა. მე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ოთახში სხვა ადამიანებიც იმყოფებიან და თუ სიტყვას გამოვლენ ძალიან ბედნიერი ვიქნები. იმიტომ რომ ჩვენ მთელი გუნდით ავართ ბატონო გოჩა, ბატონო გოგირებია სოციალური სამსახური და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ჩიქავა, თქვენი აქტიური მხარდამჭერი და ამავე განყოფილების წევრი. ქალბატონი ილია ეხვაია,
ბავშვთა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი და ნანი კონტაქტია ფსიქოლოგი, სწორედ იმ ახალი განყოფილების. ასე რომ ეს არის ის ადამიანები, ვინც ძალიან დიდი მონდომებით ჩაერთნენ თავიდანვე და არიან თქვენი გულშემატკივრები და მხარდამჭერები. არ ვიცი, ოჩა, მეც უერთდები, მე ამ წუთში მერიას წარმოვადგენ, მაგრამ მე ვარ აქ როგორც შენი მეგობარი, შენი დიდი გულშემატკივარი და ძალიან ნასიამოვნები დავჭით დღევანდელი დღით შენი პრეზენტაციით და ყველა თვითონ თავად ფონდის სახელი, ბედნიერების ფონდი ძალიან დიდ ნიშნავს, იმიტომ რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ბედნიერი და ამ ფონდის ფარგლებში ბევრი ბავშვი გაგეხადოთ ბედნიერი ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი ფუფუნება იმისთვის, როდესაც ადგილობრივი სამთავრობო სექტორი ესე ხარში გვიდგას, იმიტომ რომ მე მაქვს ინფორმაცია სხვა მუნიციპალიტეტებისგან, მათ არ აქვს გავსი პროექტების დაფინანსების განხორციელების შესაძლებლობა და მე ხედავ იმ საჭიროებას, რომ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობა ძალიან კარგ შედეგებს იძლევა, ძალიან კარგ პროექტებს აფინანსებს და მოკლედ კიდევ ერთხელ მართლა ძალიან დიდი მადლობა აი ამ მსაუბისთვის, ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ჩვენს ფონდთან ერთად. ბატონ გოგის თუ აქვს სურვილი, მე გამიხარდება, არ მინდა პრეზენტაცია ისე დასრულდეს, რომ ბატონი გოგის სიტყვა არის მოდეს. ბატონ გოგი, თუ გაქვს სურვილი, თუ არა და დაგეხმაროთ. მოგესალმებით, ბატონო გოჩა. ძალიან ყოფილი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის მონაწილე ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან. პირველი როცა მოვისმინეთ ამ პროექტზე, ძალიან დადებითად მივიღეთ. იმდენად დადებითად, რომ ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი ახალი მიმართულება, ჩვენს გავსი პროექტი არ დაგვიფინანსებია, მხარდამჭერი არ ყოფილვართ. და ისეთი მზნობიარე პროექტი, რომელსაც ყოველდღე ველოდებით მის შედეგს და ვარ მხარდამჭერი აქტიურად. მადლობა, რომ ასეთ კარგ პროექტებს ახორციელებთ. უღრმესი მადლობა თქვენ. ქალბატონ ნინო მაისურაძეს აქვს ხელი აწეული. დიახ, მოგესალმებით ყველას. მე ვარ ის კახეთიდან ის ქალბატონი, რომელმაც მიიღო ამ ფონდიდან ამწე. მართლაც ჩემთვის ალბათ რომ არა თქვენ აუხდენელ ოცნებად დარჩებოდა ეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან მე სულ 1 წელი გახდა რაც ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია გავიკეთე და ექიმმა ამიკრძალა სიმძიმეების აწევა და ეს იყო საოცრება როცა ისე უბრალოდ წავაწყდი სურათს და გავაზიარე ფოტო სოციალურ ქსელში და გამომეხმაურა გოჩას მეუღლე ნინო უბილავა ну რაღაც დამისვა რაღაცა კითხვები ნინოსგან სხვათა შორის ჩვენ გქონდა შეხვედრა და ვიცნობდით ერთმანეთს საკმაოდ მანამდესაც საკმაოდ კარგი მივიღეთ რაღაც საჩუქრები ნინოსგან საკმაოდ ჩვენთვის ის ასე ვთქვათ დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სულ მალე ისევ შეგვეხმიანა და გვითხრა რომ ფონდი შეძლებსო თქვენთვისო ეტყვის შეძენაზე უღელავ რატომ მინდა რომ გამოვხატ ჩემი სიხარული და ბედნიერება და რატომღაც ეს ემოციები ცოტა ხელს მისვლის და ცოტა მივიღეთ ჩვენ ეს ამწე რომელიც ძალიან მეხმარება შვილის გადაადგილებაში თითქმის მთელი წელიწადი ჩემი შვილი იყო ლოგინში და ეტლში გადასმაც კი მიჭირდა და ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო შეზღუდვა, რომ ეტლით მოსარგებლე იყო, ისედაც მოძრაობა შეზღუდული ჰქონდა და კიდე დამატებით ის, რომ ეტლითაც ვერ გადაადგილდებოდა თუნდაც ოთახში და სახლიდანაც ვერ გადიოდა. ამისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ საქველმოქმედო
აქციაში მიიღო მონაწილეობა არც კი მაწვალეს, აი სახლამდე მომიტანეს, ისიც კი არ დამჭირდა, რომ ჩამოვსულიყავი თბილისი იყო თუ ბათუმი წამომეღო. მინდა გოჩა, ვინც გვერდში გიდგა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მოუხადო დიდი მადლობა, რაც მე ახლა ეს მოვისმინე, საკმაოდ როგორც მშობელი, ნუ ჩვენ მართალია სხვა შეზღუდვა გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი დახმარებაა თქვენი ბატონო გოჩა და მუნიციპალიტეტი, რომ ესე გვერდზე გიდგათ და ამხელა საქმეს აკეთებთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულს გვჩუქნით ჩვენ, არა მარტო იმ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც, რამხელა შეღავათი და რამხელა აი თვითონ იმდენად გახარებული და იმდენად აი ის რასაც გრძნობთ, სიტყვები არ არსებობს, რომ ის ემოციები, ის დიდი სიხარული და სიყვარული გამოვხატოთ ჩვენ, აი ემოცია გჯობნის, ვიდრე სიტყვები, ემოცია უფრო დიდია და უფრო ის არის, ვიდრე სიტყვები. ვეღარ პოულობთ იმ სიტყვებს, რომ მადლობა გადაგიხადოთ. წარმატებები მინდა გითხრათ თქვენს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მინდა, რომ წარმატებები და ბევრი ასეთი კეთილი საქმე გაგიკეთებინოთ. უღრმესი მადლობა ქალბატონინო, ჩემთვისაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ბედნიერება, მე არ გელოდებოდით, არ ვიცოდით თუ თქვენ დაესწრებოდით ამ პრეზენტაციას, უღრმესი მადლობა თქვენთვის. სრულიად შემთხვევით ლეპტოპი გაფუჭებული მქონდა და დღეს მომიტანეს, შემიკეთეს და გავხსენი თუ არა, ესევე თქვენი ის პოსტი შემხვდა და უნდა აუცილებლად უნდა დავესწროთ, ხო? ძალიან დიდი მადლობა. სტუმრებს შევახსენებ, რომ ქალბატონი ნინო საუბრობდა ჩვენი მეორე პროექტის შესახებ, ეს არის აი პოზიტიური მშობლების ეს არის სხვა პროექტი, არა აი პოზიტიური ბავშვების დამშობლების ხარდაჭერა და გაზიარება, არამედ ეს არის პროექტი, რომელზეც ქალბატონი ნინო საუბრობდა. მობილობის შეზღუდვის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, ეს არის ის პულტირებული ლიფტი, ესე ეძახიან ამას გერმანიაში, პულტირებული ლიფტი, რომელსაც სპეციალური კამრების და აპარატის დანადგარის საშუალებით ძალიან მარტივად ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის აწევა და გადაადგილება, მაგალითად საწოლიდან ეტლში ან ეტლიდან პირიქით საწოლში. მოკლედ ეს არის მართლა ძალიან დიდი ფუფუნება ესე ცალკეული ოჯახებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტის განხორციელებას და მომავალშიც გეგმავთ ჰანოვერიდან, გერმანიიდან საქართველოში გავაგზავნოთ ეს პულტირებული აპარატი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ ნინო მაისურაძეს ხელი ეთქვა დარჩათ ქალბატონ ნინო აწეული, თუ გაქვთ კიდე რამე სათქმელი? კარგით, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო. დღეს ბედნიერების ფონდის პრეზენტაცია შედგა პროექტის აი პოზიტიური ბავშვებისა და მშობლების ხარდაჭერა და გაძლიერება. კიდევ ერთხელ გიხდით უღრმეს მადლობას, კარგად ვსანდებოდეთ.